არავინ არაფერი პასუხისმგებლობა არ აიღო, დაანგრიეს სოფელი და წავიდნენ. დიდი ალბათობით მეგონი რკინიგზაც არ არის სრულყოფილი, იმიტომ რომ მატარებელი არ დადის და რა ვიცი, თუ კარგია და ეს რა თუ არ დადის. ეხა მატარებელი რა გზით დადის? ძველი გზით ისე. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს გზა უნდა შეემცირებინა თბილისიდან შავი ზღვისპირეთამდე. სტრატეგიული სარკინიგზო გზის არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი, ქვიშხეთის ზვარე, ზემო იმერეთის საკურორტო სოფლებზე გადის. მოლითში, ბეჟათუბანსა და ზვარეში მოდერნიზაციის პროექტს სულ ახლდა ნგრევა. ჩვენგან მნიშვნელოვანესი დღე მთელი ამ პროექტის ისტორიაში, იმიტომ რომ დავასრულებთ გვირაბის გათხრეთის სამუშაოები, ეს იყო ბოლო აფეთქება გვირაბში, როდესაც გაიჭრა ზვარე, ქვიშხეთის ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბი. ხმა იყო საშინელი. აი, ამას როაკეთებდნენ სტენგებს განსაკუთრებით მან რა. ხო, დაიბურღებოდა, რომ ჩადლაგდებოდა ტროტილი, აი, პირდაპირ სოფლის და უბნის მხარეს, ანუ ჩვენი უბანი გრძნობდა ყველაზე ძალიან. ბეჟათუბანში საერთოდ დაიშალა და დაინგრა სახლები. გვირაბის თავზე, რომელიც მოხდა რო აფეთქებდნენ, სულ დაშლილია და დაინგრა საერთოდ. მეწყარი ზვარეში რამდენჯერმე ჩამოწვა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური 2017 წლის მაისში. მანამდე ზუსტად აქ რკინიგზის მშენებლობისთვის მთის ფერდი ჩამოჭრეს. აქ უნდა გაელო ლიანდაგს და პირდაპირ უნდა შეერთებულიყო, ის ხიდი არ უნდა გაეკეთებიათ, ანუ ხარჯი არ უნდა მოსულიყო ბევრი ალბათ. და პირდაპირ დააპირეს რომ მოჭრეს რა, მოვიდნენ აქამდე. აი ზუსტად აი ნახე, აი ტრაქტორი იყო აქამდე მოსული. ეს ჩამოჭრილი აღარ არის, აი ჩამოჭრეს ცოტა, მაგრამ მე ეს მოწყდა რა, აი ეთქო ყურე. ეს მე ჩაიშალა და ეგრე დადგა რა, გასწორ. ანუ ეს მიწა სულ აქედან არის წასული რა. და იქ მდინარეს კეტავს ყველა წვიმის დროს. ანუ ჩვენ სადაც ვდგებართ, ამის პირზე იყო რა. აი სიმაღლე იყო ეს წარმოიდგინე. ეს რაც არის დაბლა. ეს არის ჩავარდნილი სულ რა. აქ ტრაქტორები ვამუშავეს, მე მიაყარეს, ვითომ უნდა გაეზიდა და დაანებს დატოვეს ის. და არ გაზიდეს? ანუ გვიძახიან უნდა გავზიდოთ, არ იმიტოებული რამდენი წელი. რამდენი წელია? 10 წელი ალბათ რა. ის ვერ მიწაკი არ გაზდეს, რკინიგზა ვერ გახსნეს და მატარებელი ვერ გაადარეს და. ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა. ქვიშხეთის ზვარეს გვირაბის მშენებლობის დასრულება ზუსტად 2017 წელს აღნიშნეს, საკმაოდ საზეიმოდ. მას შემდეგ 8 წელია გასული. სახალხო მატარებელს გვირაბში მართლაც არ გაუვლია.